როგორც მე სატელეფონო ჩართვაში გითხარით, იდენტობის აქციის მონაწილეები და მხარდამჭერები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე ავტობუსით გამოიყვანეს ქალაქიდან გარეთ ფონიჭალაში. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ეს გააკეთეს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, როდესაც ისინი პუშკინის სკვერში იკრიბებოდნენ და დაინახეს, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მიემართებოდა მათკენ აგრესიით. სამართალდამცველებმა შესთავაზეს, რომ თუ სურდა დაეცათ საკუთარი უსაფრთხოება, ჩამჯდარიყვნენ ეგრეთ წოდებულ ყვითელ ავტობუსებში და ისინი გაიყვანდნენ ტერიტორიიდან, ასეც მოიქცნენ და ისინი ამოიყვანეს ფონიჭალაში, საიდანაც უკვე საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო, ისევ რომ უსაფრთხოდ დატოვონ ეს ტერიტორიაც და სავარაუდოდ წავიდნენ უკვე სახლებში, რადგან როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებული დღევანდელი აქცია ჩაიშალა. სულ რამდენიმე წუთის წინ იმ ადგილას, სადაც ჩანამყოფებით ამოვიდა კიდევ ერთი სამარშრუტო ტაქსი. მე ახლა ოპერატორს მინდა ვთხოვო, რომ გაჩვენოთ რა მდგომარეობაშია ეს სამარშრუტო ტაქსი. მძღოლმა სამწუხაროდ ჩვენთან საუბარი არ ისურვა, თუმცა მან განაცხადა პირად საუბარში, რომ მას შემდეგ რაც იდენტობის აქციის რამდენიმე მონაწილე ჩაისვა სამარშრუტო ტაქსში, რადგან გამოეყვანა ტერიტორიიდან უცხო ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე სერიოზული ზიანი მიაყენა, რადგანაც ქვებით და სხვადასხვა ნივთებით ყველაფერს ვერ იხსენებს, დაუმტრია ავტომობილის მინები. ამ მასალას, ამ მარშრუტკაში მყოფი ადამიანები ჩვენ ვნახეთ, რომ არიან ნაცემები, დახეული აქვთ ტანის ამოსები, რომელიც ეცვა და ამ მასალას ჩვენ უკვე რამდენიმე წუთში ცოტა მოგვიანებით მოგაგდით. Hey, can you hear me? Yeah, I because right now I think Nadia is being attacked on the 7th Street in her bus, and I'm trying to reach the security now. Yeah, they already. ფონიჭალაში. ზემო ფონიჭალაში ვარ უფრო პატრონს. არებში მოყვაწონები. პრობლემა არ იქნება აუცილებლად. არა, ნუ რა. დიპლომატიური კორპუსი არ არის. Вообще, ведь прошло вообще много. Ну მე. ირაკლი, დიპლომატიური კორპუსი სად არის? ანუ თქვენთან უნდა იქნან ავტობუსი. ველოდებოდი ჩვიდობიანად უცებ დიდი ოდენობის მასა შემოიჭრა ადამიანების, პოლიციამ ყველანი გადმოგვამისომერთ ავტობუსებით და გამოგვიშვა სულეცით ჯერ. ეს სადაც პოლიციამ გაიყვანა სექსუალურ უმცირესობათა მხარდამჭერები იმისათვის რომ ისინი უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ ამ ადგილზე, აქვე იყვნენ დაშაობულები, რომლებიც მანამდე დაშავდნენ დაპირისპირების შედეგად. მიდი, აი. რამოს ბიჭო? დიდუბე ორის ინსპექტორს. რატომ? გადაუარეს ფეხები და წაიქცა.
მე კიდევ ერთხელ აგიცნით რა ხდება ამ მასალაში, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ყვითელი მიკროავტობუსებით და ავტობუსებით ქალაქ გარეთ გაიყვანა სექსუალურ უმცირესობათა მხარდამჭერები და აქციის ორგანიზატორები, რათა ისინი უსაფრთხო ადგილზე ყოფილიყვნენ და შემდეგ პოლიციის მანქანებით უკვე სხვადასხვა უბნებში დაარიგა ისინი. თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა ბექამ ჭედიშვილმა გითხრა, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, გარკვეული ნაწილი აქციის ორგანიზატორების, როგორც ჩანს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუბრუნდა რუსთაველის გამზირს და იქ ახლა ადგილი აქვს ისევ დაპირისპირებას. თქვენ ახლა კადრში ხედავთ აგრეთვე იმ მიკროავტობუსს, რომელსაც თავს დაესხნენ დაგეგმილი აქციის მოწინააღმდეგეები, ჩამსხვრეულია შუშები, თქვენ ხედავთ ავტომობილის და სწორედ ამ თავდასხმის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, თუმცა მათ უკვე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაშავება, რომელიც მათ მიიღეს, მძიმე არ არის. კადრები, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ, ფონიჭალაშია გადაღებული, სწორედ ფონიჭალაში გადაიყვანა პოლიციამ LGBT პირების მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები. ამ ავტობუსებთან და აქციის მონაწილეებთან ერთად იმგზავრეს ჩვენმა ჟურნალისტმა ნათია ტრაბაიძემ და აგრეთვე მისმა ოპერატორმა. ვინ არის ჩემი